Დამრთელობის უფლება ყველას. პაციენტების ხმა არ გაჩუმდება. ჯანდაცვის სამინისტროსთან ონკოპაციენტების მხარდასაჭერი აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა ონკოპაციენტებისთვის მკურნალობის დაფინანსების მატება, სიცოცხლისთვის საჭირო მედიკამენტებზე, თერაპიებსა და კვლევებზე ხელმისაწვდომობის ზრდა მოითხოვეს. წლების განმავლობაში დაპირებებად დარჩა, ოცნების ჯანდაცვის მინისტრი ონკოპაციენტებს არ შეხვდა. ნორმალურ ქვეყანაში რომ ცხოვრობდე, ზუსტად ის მკურნალობის კურსი მექნებოდა, რასაც გავდივარ თურქეთში, მაგრამ ჩვენს ქვეყანაში იქნებოდა უფასო და არ მომიწევდა ყველაფრის გაყიდვა ამისთვის, რომ თავი გადამერჩინა. ნატაშკა ლომსაძე ბათუმიდან თბილისში დღეს სპეციალურად საპროტესტო აქციაზე დასასწრებად ჩამოვიდა. 36 წლის ქალი მეექვსე თვეა ავთვისებიან სიმსივნესებისთვის. ყველაფრის გაყიდვა, რაც ოჯახს გააჩნდა, მკურნალობის პირველივე ეტაპზე მოუხდა. სახელმწიფო მეოთხე სტადიის სიმსივნით დაავადებული ახალგაზრდა ქალის სასიცოცხლოდ აუცილებელ მინიმალურ ხარჯებსაც კი არ ფარავს. წავედი თურქეთში თავის გადასარჩენად, ოჯახმა გავყიდეთ ყველაფერი, რაც კი ჰქონდა, რომ გადამერჩინა საკუთარი თავი, მაგრამ მე მკურნალობ ისეთ კლინიკაში, სადაც ფიზიკურად შეუძლებელია ადამიანი გაწვდეს იმ ხარჯებს, რაც გადარჩენისთვის გვჭირდება. დამიდგა მთელი საქართველო გვერდით, ამიგროვდა თანხა და დღემდე გავდივარ მკურნალობის კურსს და დღემდე ხალხი მეხმარება. თითოეული მოძრაობა არის ტკივილი, იმიტომ რომ ვენები აღარ მივარგა, ორგანოები ვტკივა, კიდურები, მაგრამ არ ვჩერდები, მაინც დავდივარ, დგავარ ფეხზე და ბოლომდე ვბრძოლობ და მჯერა რომ აუცილებლად გავიმარჯვებ. საქართველოში ყოველწლიურად საშუალოდ 10,000 ადამიანს უსვამენ სიმსივნის დიაგნოზს. ნატაშკა ლომსაძე მხოლოდ ერთ-ერთია იმ ათასობით ონკოპაციენტს შორის, რომელიც სახელმწიფოსგან ყურადღებასა და ზრუნვას უშედეგოდ ითხოვს. საყოველთაო დაფინანსების გაზრდა, დიაგნოსტიკა, თერაპია, მკურნალობის თანამედროვე მეთოდებსა და ინოვაციურ მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობა. ონკოპაციენტების მოთხოვნები დღეს თავად ონკოპაციენტებმა და მათმა ოჯახის წევრებმა ჯანდაცვის სამინისტროსთან გაახმოვანეს. ევროპაზე უკეთესები ვართო, ხო ამბობენ არა, ძლიერები ვართო, ეკონომიკა დუხსო და მიხედონ ამ ჯანდაცვას და დააფინანსო ნორმალურად არა მარტო ონკოპაციენტებს, საერთოდ ჯანდაცვა. თორე ცოტა ხანში არა, ქართველობას გვართმევენ ევროპაშიო. წასართმევი ქართველობა აღარ დარჩება. ისედაც ცოტანი ვარ დარჩენილები ძალიან. დეფიციტები ისევ არის, კვლევები არ ფინანსდება. რამოდენიმე მედიკამენტი გამოიტანეს ლიმიტიდან, რაც ისის დეფიციტებში ხვდება და ხარისხიც კი გაურკვეველია ამ მედიკამენტების. ყველა საკითხი არის გამოსასწორებელი და ერთი წელი გავიდა ისე, რომ ჩვენ დავკარგეთ 5700 ადამიანი და არაფერი არ გამოსწორდა. ეხლა, როდესაც ვიზა ლიბერალიზაციასაც შეიძლება საფრთხე დაემუქროს და ადამიანები ვერ წავიდნენ თავის გადასარჩენად, ვერ გაიქცნენ, შეიძლება უფრო ცუდი მდგომარეობა და უფრო ცუდი სიტუაციაც გვექნეს გარდაცვალების კუთხით. საპროტესტო აქციაზე ონკოპაციენტებმა ქართული ოცნების ჯანდაცვის მინისტრთან პირისპირ შეხვედრა მოითხოვეს. მინისტრი პაციენტებს არ შეხვდა. მიხეილ სარჯველაძემ დახმარების მომლოდინე პაციენტებს დღეს ტრიბუნიდან მთავრობის სხდომაზე მიმართა. შეხვედრა არც არასდროს არც პრობლემაა და არც თვითმიზანი გახლავთ. არ შეიძლება ეს პოლიტიკური საჯილდაო ქვად იქცეს, ასე ვთქვათ, შეხვედრა ან არ შეხვედრა. არ მგონია, რომ ერთი ონკოლოგია ის თემაა, სადაც გარკვეულმა პოლიტიკოსებმა ხელის მოთხოვის მცდელობები უნდა აფიქსირონ. ეს ძალიან ცუდი საქმეა. ასეთი ინიციატივები, რომელიც უკავშირდება ცალკეულ გაუმჯობესებებს, ბუნებრივია ამას მუდმივად ისედაც ყოველგვარი ხელოვნურად მოგონილი აქციების გარეშეც ყურადღებას ვაქცევთ. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ ჯანდაცვის სამინისტრო ტყუის, როცა ამბობს, თითქოს ჩვენს ქვეყანაში სრულფასოვანი მკურნალობა ყველასთვის ხელმისაწვდომია. სინამდვილეში მხოლოდ 23 მედიკამენტი და ძალიან ცოტა კვლევა ფინანსდება ონკოპაციენტებისთვის. ეს სერვისებიც პაციენტებს ხარვეზებით მიეწოდებათ. ქართული ოცნების ყველა პრემიერი და ჯანდაცვის ყველა მინისტრი ონკოპაციენტებს დახმარებას ჰპირდება, დაპირებები კი დაპირებებად რჩება.